ეს ბულგარეთია, ქალაქი სოფია. ჩემგანს ტოლვილთა ბანაკია, სადაც ერაყელი, სირიელი და ავღანელი ტოლვილები ცხოვრობენ. გეტყვით, რომ თითოეულ ტოლვილს დღეში მხოლოდ $1 ერიცხება არსებობისთვის, რომელიც უნდა გამოიყენონ საკვებისთვის, ტრანსპორტისთვის და მედიკამენტებისთვის. ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ყოველ წელს რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს აღწევს. ომს გამოქცეული ავღანელი, სირიელი და ერაყელი ტოლვილები ჯერ თურქეთში ჩადიან, თურქეთიდან კი ბულგარეთს აფარებენ თავს. მიგრანტთა განსაკუთრებულად დიდი ნაკადი ბულგარეთში 2 წლის წინ ჩავიდა. 7 ცხოვრების მაძიებლები ევროკავშირის წევრ ქვეყანას აფარებენ თავს. ჩვენ ბევრი გამოვიარეთ, ჩვენი თვალით ვნახეთ ომი, ვნახეთ როგორ ინგრეოდა ჩვენი ქალაქები, ჩვენი სახლები. ერთადერთი გამოსავალი ოჯახის გადასარჩენად ევროპაში გამოქცევა იყო. გაეროს ტოლვილთა უმაღლესი კომისარი ანტონიო გუტიარესი სოფიაში მცხოვრებ მიგრანტთა პრობლემებით რამდენჯერმე დაინტერესდა და ევროკავშირს მათზე ზრუნვისკენ მოუწოდა. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, როგორ იტანჯება ეს ხალხი დღემდე. შეუძლებელია ამ ხალხის ტანჯვა ამ დრომდე გრძელდებოდეს. ევროპის ქვეყნების პასუხისმგებლობაა, რომ ეს ხალხი მიიღოს და უპატრონოს მათ, რათა ის სოლიდარობა გამოუხატონ, რაც მათ სჭირდებათ. მიუხედავად ტოლვილთა კომისარის მხარდაჭერისა, 7 ცხოვრების მაძიებლები ევროპული თავშესაფრით უკმაყოფილებას გამოხატავენ და ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ ბანაკში ანტისანიტარია, საჭმელი არ ვარგა და ექიმი მათთან ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ მიდის. საშინელება ხდება ბანაკში, ადგილები არ არის. ერთ ოთახში 10-ზე მეტ ადამიანს გვძინავს. საშინელი სიბინძურია ყველგან, საჭმელი ძუგემურია. ნელა-ნელა ვავადმყოფდებით. ექიმი კი იშვიათად მოდი ჩვენს მოსანახულებლად. კანზე საშინელი გამონაყარი გვაქვს, თითქმის კანი გველპება. ტოლვილთა დიდი ნაწილი გაუსაძლის პირობებთან ერთად შიშის გრძნობის გამძაფრებაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ქუჩაში გამოსვლისას ეშინიათ. მათი თქმით, ბულგარელი მოსახლეობა მათ აგრესიულად ეპყრობიან. აღნიშნულ ფაქტს მოსახლეობის დიდი ნაწილი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მათ რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ სოფია. მუდმივ შიშში გვიწევს ცხოვრება. გვეშინია გარეთ გამოსვლისას ვინმე არ გვცემოს. ძალიან ცუდი დამოკიდებულებაა ჩვენ მიმართ. ქუჩაში ბულგარელი მოსახლეობა გულანძღავს. გვეძახის წაეთრიეთ თქვენს ქვეყანაშიო. ისინი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. გვეშინია, როცა მათ ვხედავთ. სადაც მიდიან, ყველგან ჩხუბობენ, იპარავენ და საშიშ მდგომარეობაში გვაგდებენ. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნიდან უნდა წავიდნენ. გაეროს დევნილთა უმაღლესმა კომისარიატმა კლიპი მოამზადა და ბულგარელებს მოუწოდა დევნილებს სხვა თვალით შეხედა. ეს სწორედ ბულგარელი მოსახლეობის დიდი ნაწილის ტოლვილთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით იყო განპირობებული. მიგრანტები ბულგარეთის მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებას მათი ბედი საერთოდ არ ანაყვრებთ, რასაც უარყოფენ ბულგარულ ჟურნალისტთა გაერთიანებაში. გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, მთავრობა ტოლვილებს ყოველდღიურად თანხას ურიცხავს სარჩენად. მთავრობას არ აინტერესებს როგორ ვართ, როგორ ცხოვრობთ. მხოლოდ ერთხელ იყვნენ მოსულები, ფოტოები გადაიღეს და მოშა, წავიდნენ. იმ დღის მერე აღარ გამოჩენილან. ჩვენ ვეცადეთ დავხმარებოდით მათ. მიუტანეთ საკვები და ჰუმანიტარული დახმარება. თუმცა მთავრობამ გვითხრა, რომ ტოლვილები მთავრობის მხრიდან იღებდნენ დახმარებას და ჩვენ მეორედ აღარ წავსულვართ მათთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ადამიანები არიან ციგნები, რომლებიც უკანონოდ არიან ჩვენს ქვეყანაში. ევროკავშირი ვალდებულია მიიღოს ტოლვილები და მათ სათანადო თავშესაფარი მისცეს. თუმცა, როგორც ომს გამოქცეული ტოლვილები ამბობენ, თავს არც ევროპაში გრძნობენ მშვიდად.